კაი. ესე იგი 120-ის family-ში შემოვედით. აქ ეკრანები იმიტომ თეთრი, იმიტომ რომ აი. დაპაუზებული მქონდა სიმულატორი და ეს ჩვენ არ გვაწყობს ახლა აქ. ვანი. თუმცა შეხოთაშორის არც ისე ცუდია რა. აუ ახლა ამის სიხმა არ იყოს მაღალი. ესე ჩაუწიოთ რა. აი ბოდიში ახლა მედია ძალიან სულად არ იქნება იმის ხმა რა ქვია. კომპიუტერის. კაი ახლა ვეცდები გამოვასწორო. დასაწყისში მოგდეთ. აი ახლა ცოტა მოშორებით დავდე კომპიუტერი. ოდა. იმიტომ რომ ჯერჯერობით სამწუხაროდ არ მაქვს ისეთი მიკროფონი რომ ეგ პრობლემა არ მქონდეს. მაგრამ იმედია მალე მექნება და მე რომ მექნება კიდე კაი რაღაცებს შემოგთავაზებთ. კაი ახლა მე მინდა რომ გათენდეს და მაგას ვჩალიჩობ. რაც შეეხება ვიდეოს, ამ ვიდეოში ვეცდებით დავსტარტოთ ახლად ნასწავლი 160 Cold and Dark-დან, ახლა რა ვიცი. ჩემსავით ესე ჯერ ახლა დაინტერესდა და ეს Cold and Dark და რაღაც ტერმინები შეიძლება გაუგებარი იყოს. Cold and Dark არის აი ეს. ანუ 160 Cold and Dark ნიშნავს რომ არის ცივი და შავი. ანუ საერთოდ თავიდან უნდა დავსტარტოთ ხომალდი და მოამზადოთ გასაფრენად. ახლა პირველ რიგში რა ხდება? პირველ რიგში უნდა მივაერთოთ ground service-დან external power box-ი. ეს რა არის? ეს არის გარე ელექტროენერგია, რომელიც რატო ვაერთებ? ახლა მე შემიძლია ბატარეიკების დატენილი მაქვს უბრალოდ და შემიძლია ბატარეიკები ჩავთო რა და მაგით დავქოქო ჩაუბრალოდ, მაგრამ როგორც კი external power-ს ჩავთავ, ყველაფერი ირთვება რა, იქ სკრინების ჩართვა ეგრევე იწყება. და სკრინებს რო ეგრევე ჩავთავ კიდე აქ ნავის ჩართვა იწყება ადრე რა და ნავიგაციას რო უფრო ადრე ჩავთავ, უფრო ნაკლები ლოდნი მომეწევს რომ უბრალოდ დავსტარტო. ახლა ეს პროცედურა რამდენად კრიტიკას გაივლის ავიაკომპანიებში წარმოდგენა არ აქვს. იმიტომ რომ მათ თავიანთი ჩეკლისტი აქვთ რა უნდა გააკეთონ რის მერე რა. რა მოხდა. სიმულატორმა გაჭედა რატომ მოაց. კაი დავაუთ ესეთი რაღაც არ ვქნი არასდროს. სავარაუდოდ ვიდეოს ბრალია რო ვიწერ. ხო იწერს ვაფშე. კი. კაი. ეხლა რა ხდება? ნუ ნორმალური პროცედურით რა. ეხლა ყველა ავიაკომპანიას და არა Airbus აქვს თავისი ჩეკლისტი. რა თქმა უნდა, 120 თავისი ჩეკლისტით სტანდარტული მოყვა, მაგრამ ნუ იქ შეგიძლია მე ავიაკომპანია რო შეიძენს ეგ თავისი ახუმალდი და როგორც უნდა ისე დაქოქავს თავის მანქანას რა. ეგეთი პრინციპია. მაგრამ სტანდარტულს გეუბნებით რა. ეხლა აქაც არის help-ში და ჩეკლისტებში თუ გადავალთ, ვნახავთ რა უნდა გავაკეთოთ სანამ დავსტარტავთ ხომალდს რო აი რაღაცები უნდა ჩავართოთ ისა ესე. კაი. ეხლა გეუბნებით სტანდარტულად როგორ იქოქება Airbus-ი. პირველ რიგში ირთვება ბატარეა 1 და ბატარეიკა 2, რომელიც არის წინა ცხვირში დამონტაჟებული ერთი აქეთ მხარეს, ერთი იქით მხარეს. რატო არის 2? რა კითხვაც მქონდა თავიდანვე. რა თითქმის ყველა სისტემა არის 2 და რატო? იმიტომ რომ პრინციპით არის აწყობილი ჩვენი ხომალდი, რომ თუ ერთი რაღაცა გაფუჭდა, მეორე კონდეს სათადარიგო. ეგ პრინციპია, მეტი არაფერი. და ორივე ბატარეიკა არის ცალ-ცალკე დამოუკიდებლად შეუძლიათ ფუნქციონირება, უბრალოდ რადგან ხომალდი მთლიანად სისტემა არის აი ეს შუაზე გაყოფილი, თუ ერთი ვთქვათ ბატარეიკა ჩაქრა და აღარ მუშაობს, მხოლოდ ერთი ეკრანი იქნება რა, ეს საერთოდ თუ დაგვემართ. სავარაუდოდ ეხლა მე არასდროს მოვსვლია საბედნიეროდ. მაგრამ თუ რამეო ეგრე უნდა იყოსო წესით ესე ვისწავლე. კაი, იმის მერე რაც ბატარეიკები ჩავთეთ, ეხლა APU უნდა დავსტარტოთ. APU არის პატარა ძრავი, რომელიც გვეხმარება რომ დიდი აი ეს გვერდითა ძრავები დავსტარტოთ. რას აკეთებს APU? APU არის მოწყობილობა, ანუ უფრო მატორი შეიძლება ესე დავარქვათ, რომელიც აი აქედან HR-ს იღებს. ნუ სავარაუდოდ აქედან. HR-ს აი ხმაც გესმით ხო უკვე.
ან სავარაუდოდ არ გესმით ისე დაუწიე. მოკლედ ჰაერს იღებს და მე ამ ჰაერს იყენებს ყველაფერში რა იქ ვთქვათ კონდიციონერებისთვის, ჟანგბადის დარეგულირებისთვის და რაც თავია ძრავების დასასტარტად. ხო და მე ძრავებს რო დავსტარტავთ, მე ძრავები თვითონ იმუშავებენ ამ APU-ს, ანუ ხო, ანუ APU არის მოწყობილობა უпроსტად, მაგრამ დაპრესილი ჰაერი არის APU ბლიდი. APU ბლიდი უნდა ჩავართოთ იმისათვის, რომ ჩავართოთ კონდიციონერები და გიდრავლიკა, ანუ აქ ოფი რასაც აწერია ყველაფერს ჩართავთ, თუ არა წერია კიდე გიდრავლიკა აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ არა წერია ოფი გიდრავლიკას, მარჯვენა გიდრავლიკა, მარცხენა გიდრავლიკა, გიდრავლიკა არის ზეთი, რომელიც ფრთების მოძრაობას შეეხმარება ხოლმე. კაი. APU ბლიდი ჩავთეთ. APU ბლიდს რო ჩავთოთ, მაგის მერე შეგვიძლია დავიწყოთ ძრავების დასტარტვის პროცედურა. ამ პრინციპში რა ხან უკვე APU ბლიდი ჩავთე, უკვე დაწყებული მაქვს ძრავების დასტარტვის პროცედურა. კაი, გადავიდეთ ახლა აქ და IGN სტარტზე გადავთოთ ჩვენი სტარტერი, შეიძლება ასე დავარქვათ, ეს ნიშნავს, რომ მზად არის ხომალდი დაისტარტოს, ანუ მზადყოფნაში მოიყვანა სისტემა. ამის მერე შეგვიძლია engine 2 ჩავთოთ. ხო, ნუ რა თქმა უნდა, კიდე დამავიწყდა. აი ახლა ბატარეიკა გარე რო არ მიმეერთებინა, external power-ი. აქ ეკნებოდა ესა ჩამქრალი ეკრანები რა და სანამ APU არ დაისტარტებოდა, მანამდე ეკრანები არ გამომიჩნდებოდა აქ. ანუ სანამ APU blitz ჩავთავთ, ჯერ master SW უნდა ჩაერთოს. არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ ანუ არ ვიცი ტერმინოლოგია რას ნიშნავს რა, ახლა master SW ანუ APU უნდა დაისტარტოს, რომ დაგენერირება შეუძლოთ ელექტროენერგიის. ახლა აქ ცოტა მე გავანათებ ჩვენს სალონს. ეს ყუთელი ნათება გამოიყენება იმისათვის, რამე ფრენისთვის. ახლა მოსოდა დაუწევ და ჩემთანაც რო ძალიან ხმამაღლა არ იყოს, აქედანაც დაუწევ საერთოდ აი ეს. კაი, იმის მერე რაც engine 2 დაისტარტა, ახლა ეგ არ მithქვია კიდე. engine 2 იმიტომ დავსტარტეთ ჯერ და მე engine 1, რომ ორივეს ერთად დასტარტოს თავისთავად უფრო დიდი სიმძლავრე ჭირდება, რადგან ჩვენ შეზღუდული რაოდენობის სიმძლავრის აპარატი გვაქვს. APU ბლიდი შესაბამისად უფრო უმჯობესი არის და რეკომენდირებულია ყოველ ჯერზე ერთი მიმართულებით გავუშვათ APU ანუ დაპრესილი ჰაერი, რომელიც დაატრიალებს ძრავს და მერე აფეთქებს საწვავს. ანუ ეგრე უფრო ეფექტური არის. რა და მერე რო ის თავის მინიმალურ ბრუნვაზე ავა, ანუ 70.2-ზე მერე უკვე თავისით აგრძელებს მუშაობას და აღარ ჭირდება დაპრესილი ჰაერის მიწოდება. კაი, ახლა ეს დაისტარტოს და მერე გადავიდეთ უკვე რაღაც პროცედურაზე, სავარაუდოდ ქვია მაგას take off-ის პროცედურა რა, იმიტომ რომ აქამდე მოსვლის პროცედურაც არის, ანუ სანამ runway-ზე დადგები, მაგრამ რადგან უკვე აქ ვართ, ეგ პროცედურა აღარ გვჭირდება. როგორც წესი ძრავებს სტარტავენ ხოლმე სწორედ მაგის დროს რა. სანამ აქამდე მოვლიან გზაში სტარტავენ. რავი, ეგრე მაქვს ვიდეოებში ნანახი. კაი. ეხლა ისევ გაჭედა სიმულატორმა და რა თქმა უნდა ალბათ ისევ სიმულის ბრალია ვიდეოს რო წერ. რა წუთია უკვე. კაი, იმედია ისევ გაიშვებს და ხო. არ გვინდა გასვლა ალბათ. ვა, ის რა არის. კაი. APU ბლიდი იმის შემდეგ რაც დაისტარტა ჩვენი ძრავები, შეგვიძლია IGN სტარტი გამოვთოთ და ასევე გამოვთოთ APU ბლიდი. არის შემთხვევები, როდესაც APU ბლიდს ჩართულს ტოვებენ ხოლმე და external power-ის გამოვთენ ამასობაში. APU ბლიდს და IGN სტარტს ჩართულს ტოვებენ ხოლმე ხანდახან იმ შემთხვევაში, როდესაც თქვათ არის ძალიან ძლიერი წვიმა, ან არის თოვლი, ან ტრასაზე არის წყალი და ძრავის ჩაქრობის საშიშროება არის შესაბამისად როდესაც IGN სტარტზე ყავს სტარტერი გადაყვანილი, ავტომატურად თავისით დაასტარტავს ხომალდს. და ანუ ჰაერში არ ჩავიქრება ძრავები, კი ჩავიქრება, მაგრამ უბრალოდ დაიკრება. ეხლა რა ხდება? ეხლა უნდა მოემზადოთ take off-ისთვის. თუ ჩვენ გარედან შევხედავთ, ასევე არ უნდა დავაუწყდეს, რომ აქ არ უნდა გადავუაროთ external power-ის ყუთს და gear choke-ები გვაქვს, ეგრე ქვია მე მგონი. ო
რომელიც აკავებს ჩვენს ხომალდს ერთ ადგილას და ეგ უნდა მოხსნათ სანამ დავიძრებით და არ დაგვავიწყდეს. ეხლა უნდა გავიაროთ ჩექლისტი სანამ ავფრინდებით. პირველ რიგში ეს დაგვავიწყდა, მაგრამ უნდა ჩავერთო strobe ძრავების დასტარტოვამდე და ბეკონი, იმიტომ რომ ეს მიუთითებს, რომ ხომალდი ჩართულია, ან ძრავები ჩართულია და იქ პერსონალი არ მიუახლოვდეს ძრავას, რომ არ გახიოს შუაზე. კაი, wings ვრთავ ხოლმე მე, ეს არის განათება, აი აქ ფრთების, რომელიც უწყობს ხელს ხომალდს, რომ უფრო მარტივად შესამჩნევი იყოს და მათ შორის ხშირად პილოტებიც მაგით ნახულობენ ფრთებზე არის თუ არა ყინული. ამის მერე შეგვიძლია ჩავთვალოთ ნავი, ეს არის განათება, რომელიც ესე შეგმიჩნევიათ ალბათ ღამე რო ანათებს, ესეც ერთ-ერთი ხერხი არის, რომ შესამჩნევი იყოს ხომალდი ჰაერში და რა თქმა უნდა, ასევე უნდა ჩავთვალოთ ლენდინგის განათებები და ნოისის ანუ ცხვირის ნოისის განათება, ანუ ცხვირის განათება. აი ესე. ეხლა ვართ მაქსიმალურად როგორც შეგვიძლია განათებულები და შესამჩნევები. ასევე ეს ლენდს გამოვთავთ ჰაერში, როცა ავწდებით 10,000 ფუტს. მე მგონი ფუტებით არის. 10,000 ფუტს რო ავწდებით, მე უკვე თუ მეტრია. ნუ რაც არის, მოკლედ. რო ავწდებით 10,000, აი ამ მაჩვენებლით შეგვიძლია რომ გავთიშოთ ლენდინგის რა ქვია მაჩვენებლები, იმიტომ რომ იქ ვერაფერს ვერ ვაჩვენებთ, ამ ჯდებით, ან როდესაც დაждებას დავიწყებთ, შესაბამისად 10,000 ჩამოვწდებით და ჩავთავთ ლენდინგსაც და ნოისსაც. ეხლა აქ ჩვენ შეგვიძლია ეს ტაქსი იყოს, იმიტომ რომ თვალები არ დავუხაროთ პერსონალს თუ მოგვიახლოვდა. აქ ასევე პროცედურა არის გასავლელი, რომ შევამოწმოთ ყველა საგანგაშო სისტემა ცეცხლსაწინააღმდეგო მუშაობს თუ არა, რამე გვაჩვენოს, მაგრამ ეხლა რადგან სიმულატორში ვარ, ეს 100%-ით ვიცი რომ მუშაობს, ამიტომ ეგეთ ნაწილებს დიდად არ გავდივარ ხოლმე. crew supply ჩავართოთ. შემდეგ რა ხდება? შემდეგ უნდა მოემზადოთ take-off-ისთვის და უშუალოდ take-off-ის checklist-ი უნდა გავიაროთ. და აი take-off-ის checklist-ი გვაქვს აი აქ. ესე იგი, auto brake უნდა იყოს max-ი. რას ნიშნავს auto brake? თავისთავად როგორც გესმით, ეს არის ავტომატური დატორმოზება, რომელიც გვიყენია max-ზე. და რატო გვიყენია max-ზე? იმიტომ რომ თქვათ თუ სანამ ვიერთამდე მივალთ, რომელიც არის მაქსიმალური სიჩქარე, როდესაც შეგიძლია რომ შეწყვიტო აფრენა რა. მანამდე თუ გადაწყვეტ რომ აღარ გინდა გაფრენა და თქვათ რაღაცაში პრობლემა შეგექმნა და trust-ს უკან გადმოწევ, ავტომატურად დაიწყებს auto brakes ხომალდი და ანუ არ დავიჯახებთ, არ გადავალთ სავალი ნაწილიდან წინ რა. სავალი ნაწილიდან რა, runway-დან არ გადავალთ. გაქანების ზოლიდან. ანუ ეგ არის სიჩქარე, რომელსაც აი აქ გვიჩვენებს, მე მაგასაც MCD-ში შევშვალ მაგიდან გაჩვენებთ რა. კაი. signs უნდა ჩავთოთ, ეს არის seat belts, ანუ ზავრების ღვედები უნდა შევუკრათ. და ისევ გაჭედა სიმულატორი. კაი. მოკლედ seat belt-ები უნდა ჩავთოთ. შემდეგ უნდა ჩავთოთ no smoke, იმიტომ რომ ხო თავისთავად და შეიძლება ხომალდში მოწევა და emergency exit-ი უნდა მოვიყვანოთ მზადყოფნაში რო რამე. კაი, ყველაფერი ჩართულია seat belt-ები. ანუ აი ახლა აქ დაგვიწერს რომ sign on. ანუ ყველანაირი ეს პროცედურა რაც საჭირო იყო სიგნალების შესათავად გავიარეთ. ეხლა ამას გავაკეთებ მოგვიანებით, იმიტომ რომ ჯერ მონაცემები გვაქვს შესაყვანი. ეს რა არის, მე გეტყვით. კაი, ახლა გადავიდეთ MCD-ში. MCD-ში პირველ რიგში შევიყვანოთ საიდან სად მივფრინავთ. ამისათვის იმის დავაწვეთ და აი აქ უნდა შევიყვანოთ from to. ეხლა მე აქ ზუსტად არ მახსოვს, იმიტომ რომ საქართველოს აეროპორტში არა ვარ. და იმ აეროპორტის დასახელება საიდანაც მივფრინავთ არის PHTO. დავწეროთ PHT და O/ და სად მივფრინავთ ახლა? მივფრინავთ
აი რომელსაც ქვია PHKO და აქ იწერება ასაც წერა და მე უნდა შევიყვანოთ სადაც გვინდა PHKO შევიყვანოთ და აი აქ როგორც ხედავთ ეს იესამისფერი უბრალოდ ვარდისფერი იმის არის რომ ანუ იმის მაჩვენებელია რომ მოკლედ სწორად შევიყვანოთ მონაცემები. კაი, ეხლა აქ უნდა მივუთითოთ რეისის დასახელება, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან ოფიციალურად არ მუშაობთ არც ერთ ავიაკომპანიაში, რენდომად რაღაცას ჩავწერთ. Cost index-ი არის საშუალო დანახარჯი, ხომალდმა რამდენად ეკონომიურად იმუშაოს, პირობითად ჩავწეროთ 50 და რამ სიმაღლეზე ავთ. ეხლა აქ რომ მივიდეთ, კი ახლოს არის. სულ რამდენიმე მილშია, 55 მილში არის, რაც ეხლა Airbus-ისთვის ექსტრემალურად მოკლე დისტანცია არის, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში უფრო მოკლე ის გავაკეთოთ რა. გაფრენი. და ეხლა აქ უნდა მივუთითოთ სიმაღლე. რამ სიმაღლეზე ავთ. ეხლა ალბათ ამ სიმაღლეზე რომ მივიდოდი 10000 არ ავწდებოდი, მაგრამ აქვე არის მთა, რომელიც აქ არ ვიცი ჩანს თუ არა. აქ მაპზე არ ჩანს, მაგრამ ნუ გაფრენილი ვარ და ვიცი რომ აქ არის მთა, რომელიც საკმაოდ მაღალი არის, ამიტომ მინიმუმ 13000 ფუტი უნდა იყოს სიმაღლე. 13000 იწერება 130 და ტემპერატურა რა იქნება ამ სიმაღლეზე ავტომატურად თვითონ ჩართავს. მე გადავიდეთ შემდეგზე და აქ უნდა მივუთითოთ ხომალდის წონა, რომელსაც ესე ავტომატურად მივუთითებ. ეხლა flight plane-ი უნდა მივუთითოთ. ავირჩიოთ ჩვენი პირველი აეროპორტი, რომელიც მივუთითეთ, ავირჩიოთ departure და ახლა ავირჩიოთ რომელ გასარბენ ბილეთზე ვდგავართ 26 ნომერზე. ამიტომ მივუთითოთ 26 CD არ გვინდა და insert. ეხლა აქ რაღაცა პატარა შეიცვლებოდა რა, საიდან გავფრინდებით, მაგის მარშრუტი ცოტა შეიცვლებოდა. და 1500-ის waypoint-ი დაემატა. ეხლა უნდა მივუთითოთ მეორე აეროპორტი, სადაც ვეშვებით. და მივუთითოთ რომელ ბილიკზე დავუშვებით. ეხლა მე პირობითად მივუთითებ, ზუსტად არ ვიცი სად დავუშვები, მაგრამ ოკეი, მშვენივრად მიეთით და ესე მოვფრინდებით და დავუშვებით. ოღონდ არ ვიცი, ალბათ სიმულატორის ბრალი არის ეს, რომ ძალიან ახლოს არის მოსახვევი და იმ სიჩქარიდან და სიმაღლიდან და ყველაფრის გათვალისწინებით ვერ ასწრებს მოხვევას თვითმფრინავი, რომ გაუსწორდეს სარბენ ბილიკს. ამიტომ ვირჩევ ხოლმე waypoints ცოტა მოშორებით, რა რომ დრო კონდეს ხომალდს რომ გაუსწორდეს ამ ასაფრენ ბილიკს. ანუ ეს არის ასაფრენი ბილიკის ხაზები რა. და ახლა პირობითად მივუთითოთ waypoint-ი, რომელიც არის key, რავი არა ესე 500 ავირჩიოთ და დავწეროთ რა. აი ამას ვწერ მოკლედ. სად არის? GX და O. აი ეს. და ამ შემთხვევაში ჯერ აქ მიფრინდება ხომალდი და მერე დაიწყებს გასწორებას ასაფრენ ბილიკთან. ეს წყვეტა წავშალოთ და ახლა გადავიდეთ პერფორმანსში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ანუ მარშრუტი შევიყვანეთ, ვიცით საიდან სად მიფრინდეთ. ეხლა ვიერთი ეს არის ის წეხანაზეც გეუბნებოდით. რა ვიერთი უნდა შევიყვანოთ? ის მაქსიმალური სიჩქარე რა დროსაც შეგვიძლია დატორმოზება. აქ შევიყვანთ შუალედს, ანუ 135 მეტრს პირობითად და ვიორს შევიყვანთ, რა დროსაც უკვე უნდა დავიწყოთ აფრენა, ანუ რა დროსაც სფერი უნდა ავწიოთ, მაგრამ პრინციპში როგორც კი 113 მოვა, ეგრევე უნდა დავიწყოთ გაფრენა, იმიტომ რომ არ არის დიდი სხვაობა მათ შორის ეხლა ჩვენი წონიდან გამომდინარე. ეხლა ფლაპებზე. ფლაპი უნდა, ანუ ფლაპი არის გარე ფრთების დაახრის პოზიცია. რომელიც გასაფრენისთვის, ანუ რო ავფრინდეთ, ამისათვის გვჭირდება პოზიცია 1, რომელსაც მივუთითებთ ჩვენ, რომ აი აქედან პოზიცია 1-ზე უნდა გადავხტოთ და უნდა მივუთითოთ, აქ დაგვავიწყდა 1 და უნდა მივუთითოთ ჩვენი ხომალდის ცენტრი. ეხლა ჩემი ამ ხომალდის წონიდან გამომდინარე, ვიცი, საით როგორ უნდა გადანაწილდეს წონა, ამ შემთხვევაში უნდა დავაყენოთ 1.1-ზე თუ 1 up მე მგონი ესე იწერება. up 0.1 და ამ შემთხვევაში კომპიუტერს ვეუბნებით, რომ ჩვენი სიმაღლის, უბრალოდ ჩვენი წონის ცენტრი უნდა იყოს up 0.1-ზე. ან up 1-ზე.
ზუსტად არ მახსოვს. სავარაუდოდ აფ1 იქნება, რავი, როგორც აქ არის. კაი, გამოვასწოროთ მაშინ ეგ. აი ესე რა. თუ მიიღებს ინფორმაციას. ნუ თუ არ მიიღებს, მაშინ სწორი იყო. კაი. აქ flex temp-ი არ გვინდა დავტოვოთ-სარიელი, საინტერესო დიდად არაფერია, ეს არის გარე ტემპერატურა რა არის ჩვენი ხომალდის. ახლა რადგან სიმულატორში ვარ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა დასა, იმას რა ქვია, ლაიფჰაკად ამას უთითებენ ხოლმე მაქსიმალურად ისეთ ნორმას, რომელიც ხომალდს აიძულებს, რომ მაქსიმალურად ეკონომიურად იმუშაოს და არის იქ რაღაც ტემპერატურები, რომლებსაც კონკრეტულ შემთხვევაში იყენებენ. აი ახლა აქ გვიწერს 138-ს. ანუ 138 არის ის მომენტი, როდესაც უკვე უნდა ავწიოთ ცხვირი. და როდესაც გასაფრენაზე ბილგზე შევალთ, დაველოდებით სანამ სიჩქარე არ გაუტოლდება 138-ს და შემდეგ დავიწყებთ ცხვრის აწევას. ეხლა ისევ და ისევ ჩვენმა სიმულატორმა რატომღაც გაქრაშა. კაი, ეხლა შემდეგი რა არის? ეხლა მაგალითად ჩვენ შეგვიძლია გავტესტოთ ასაფრენი მდგომარეობა ყველაფერი სწორად არის შეყვანილი თუ არა. ანუ მზად ვართ თუ არა გაფრენისთვის, ამის შემოწმება შეგვიძლია. თუ და ამის შემოწმება შეგვიძლია აი ამით რა. თუ config test აქ როგორ ჩვენებს. თუ ახლა ამას დავაწვევი, ჩვენ ამგვიგდებს errors და დაიწყებს წრიტლინს ჩვენი კომპიუტერი. ან ხომალდი. რატო? იმიტომ რომ რაც მიუთითეთ მონაცემებში არ გაგვიხორცელები აქ და რა, ანუ ფლაპი მიუთითე 1-ზე და სპოილერი უნდა იყოს არ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ეს გვეხმარება თუ რაღაცა გადავწყვეტეთ, რომ აღარ მივფრინავთ ხომალდის ფრთებს ის მდგომარეობაში აწევს, რომ მაქსიმალურად დიდი წინააღმდეგობა შექმნას. საერთოდ შესაბამისად უფრო მარტივად შენელდეს ხომალდი. ზემოთ აქ მეტი არაფერი არ არის საინტერესო. კაი, config test-ი ჩავატაროთ ახლა კიდევ. config test-ში ყველაფერი ნორმი გვიჩვენა, უბრალოდ აქ არ დაგვაუწყდეს, რომ ცენტრი უთხარით 1 და დავაყენოთ შესაბამისად 1-ზე. კაი, ამის მერე ახლა როგორც წესი რეალურ პირობებში ჩვენ ვამოწმებთ რამდენად კარგად მუშაობს გიდრავლიკა. აი ამ მონიტორზე ამას ჩავთავთ და აი აქ ტესტავთ რამდენად კარგად მუშაობს გიდრავლიკა, ანუ გადახრები, გადმოხრები, ტორმოზი და ასე შემდეგ. კაი. როგორც ხედავთ ახლა, ნუ რადგან სიმულატორში ვარ, ეს პრობლემა არ არის. კაი, ახლა ისე დავაყენოთ ჩვენი ფრთები, რომ რაღაც სხვაგან არ წაიღოს. კაი, ესე იგი პარკინგი გამორთული არის, რომელიც წესი ჩართული უნდა იყოს ზრაობის და სტარტუისას, მაგრამ რადგან ჩვენ გირაჩოკები გქონა, იქ პრობლემა არ არის. ასევე ეს უნდა გადავართოთ, რავი, ესე როგორ დაგანახოთ ზემოდან რა წერია. ანუ ეს, კაი, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ხომალდს არ მოყვეს ტრაფიკში და თუ მოყვა და რამე გვაცნობს რა. ტრაფიკში რა, ანუ სხვას რო არ დავეჯახოთ ჰაერში, რომელიც ახლა უკიდურესად დაბალია მაგის შანსები, მაგრამ რომ გადაკვეთა მოხდეს, ან თქვა დაშვებისას ხომალდი იყოს ასაფრენ ბილგზე, მაგის ყველაფერზე გვატყობინებს ინფორმაციას რა. ნუ აქედან მე უკვე შეგვიძლია ჩვენ announcement-ი გავაკეთოთ, რომ მზადა ვართ გასაფრენად. Prepare for takeoff. რომელიც ხმაც ახლა რა თქმა უნდა არის ის, იმიტომ რომ ხომალდის ხმა ფარავს, მაგრამ ნუ მაგ განცხადებას აკეთებს პილოტი და ახლა უკვე ვემზადებით გასაფრენად. ბაჭურის აქ შეგვიძლია ჩვენ ეს აუწიოთ. განათებას აუწიეთ დიდი არაფერი. ახლა აქ მე ავტომატურად ავტოპილოტს გადავიყვან ავტომატურ რეჟიმში, ჩავთავ auto trusts, ეს არის კომპიუტერს ვანდობ მოკლედ ჩემს სიჩქარეს, როდესაც უკვე ავფრინდებით, იმიტომ რომ იმან უფრო ზუსტად იცის რა სიმაღლე გვჭირდება ლოკაციისა ჩვენი წონის მიხედვით. მაგრამ სანამ თქვათ ავფრინდებით, მანამდე კომპიუტერს რა თქმა უნდა ამას არ ვანდობ, იმიტომ რომ რამე მოხდეს, მე ჩემი პასუხისმგებლობა იყოს. რა ხდება ახლა, როდესაც გავფრინდებით, ჩვენ შეგვიძლია გავფრინდეთ თოგათი, ეს არის აგრესიული აფრენის ტიპი, როდესაც არანაირ ეკონომიას არ ვაკეთებ და აგრესიულად უნდა ავფრინდეთ. ახლა აგრესიული აფრენა გამოიყენება მაგალითად მაშინ, როდესაც ვეშვებით და გადავწყვეტეთ, რომ არ გვინდა დაშვება, ვერ ვახერხებთ სწორად დაშვებას და ანუ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა გავფრინდეთ ასაფრენი ბილიკიდან, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ეს არ დაგვჭირდება, იმიტომ რომ
მაქსიმალურად რბილად უნდა წარემართოს აფრენის პროცესი, რადგან მგზავრებისთვისაც იყოს კომფორტული. ამიტომ ვაყენებთ Flex MCT-ზე, რომელიც არის უფრო რბილი აფრენის და ეკონომიური აფრენის სტილი. მათ შორის ახლა მე მგონი ჩვენ ვიმყოფებით დაღმართზე. რავი, ეგრე ჩანს აქედან რა. კაი. შემდეგი რა ხდება? ეხლა რა თქმა უნდა ტრადიციული პატარა გაქრაშვა, სანამ ეს გაიხსნება, დაველოდოთ და მოხსნით gear choke-ებს და უკვე მზად ვიქნებით ასაფრენად, ჰაერში ასაჭრელად. სხვათა შორის ეს არის flight gear-ი არის უფასო, სრულიად უფასო სიმულატორი და ასევე რაც მთავარი არის ღია კოდი აქვს. და ყველაფერს რასაც აქვს ღია კოდი აი ძალიან ვენდობი რა, იმიტომ რომ აშკარად ნამუშევარი არის ისე რომ არაფერს არ ჩალიჩობ. ნუ აქ შეგვიძლია ჩვენ გავხსნათ ჩვენი კარებები და რაღაცეები, რომელზეც თუ არ დავკეტავთ, მე იქ კომპიუტერი გვეტყვის რომ დაკეტეო, სანამ გავფრინდებით. ეხლა უნდა მოვხსნათ ჩვენ external power-ი უნდა მოვაშოროთ აქედან და მოვაშოროთ gear chokes. ოკეი, მზად ვართ, ყველანაირი პროცედურა გავილია, კიდევ ერთხელ შევამოწმოთ, რომ ყველაფერი სწორად გვაქვს. გადავიმეოროთ ახლა აფრენის პროცედურა როგორ არის ველოდებით, სანამ ჩვენი სიჩქარე არავა 133-ზე, 133-ის მერე უკვე ხელი უნდა ავიღოთ trust-დან, იმიტომ რომ რამე არ მოხდეს და დატორმოზება ინსტრუქტორად არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ თუ ამ მომენტში trust დაუკლებთ, დატომზებას ვერ მოასწრებს ხომალდი და გადავარდებით runway-დან და გამოიწვევს ავარიას. ამიტომ როგორც კი 133-ზე მივა სიჩქარე, ხომ ასე trust-დან ვიღებთ ხელს და ყველა ვარიანტში უნდა გავფრინდეთ, რაც არ უნდა მოხდეს. ანუ წესი არის ეგეთი რა, და როგორც კი უკვე 138-ზე მივალთ, უნდა ავწიოთ 15 გრადუსით ჩვენი ცხვირი ზემოთ. აი, აგერ ამ პატარა ჯოისტიკით მართავთ ხოლმე. რომელიც ხო მე მგონი ესეთი პატარა ჯოისტიკი ამ ხელახმოვაც მარტო Airbus აქვს. კაი, ყველაფერი მზადყოფნაშია, ესე იგი seatbelts-ი გვაქვს, nose block-ი ჩართულია, landing-ი ჩართულია, noise-ი ჩავთვით თოზე. დანარჩენი არაფერი. ხო, გადავიმეოროთ პროცედურა, ანუ აი ესე ავფრინდებით, ეხლა როგორც გითხარით, მე ავკეცავთ gears, ანუ ბორბლებს ავკეცავთ ამით, შემდეგ trust გადმოვიყვანთ აი ამ პოზიციაზე, რომლითაც ანუ ვანდობთ ჩვენი ხომალდის კომპიუტერს, რომ მართოს ჩვენი ხომალდის სიჩქარე, რომ მაგალითად overspeed-ი არ მოხდეს. ამის მერე უკვე შეგვიძლია როცა აფრენა climbing, ანუ ჰაერში აწევა იქნება პოზიტიური, შეგვიძლია გამორთოთ flaps-ები და arm-ი მოვაშოროთ. ამის მერე დაველოდებით სანამ სიჩქარე ავა 10000 ფუტზე და მერე უკვე პატარა checklist-ი უნდა გავიაროთ იქ. კაი. ყველაფერი მზად არის, მგზავრება მოემზადეთ. შევდივართ ასაფრენ ზოლში და ვემზადებით გასაფრენად. უბრალოდ უკვე მოემზადეთ გასაფრენად. ხო, ასე პროცედურაში, როგორც კი ავფრინდებით და პოზიტიური იქნება ჩვენი ჰაერში ასვლა და ფლაპებსა და იმას გამოვთავთ spoilers, ამის შემდეგ შეგვიძლია ჩავთვალოთ ავტოპილოტი, რომელიც ავტომატურად მიგვიყვანს runway-მდე. ახლა ავტოპილოტის გარეშე მე მგონი აღარც ერთ ხომალდს საუბარი არ მოგსაუბრ, ხომალდებზე არ მართავენ სამგზავროს რა, იმიტომ რომ პირველად უფრო სტაბილური არის ავტოპილოტი. კაი, ჩავთვალოთ ახლა. მოკლედ ჩავთვალოთ რა. პირველ რიგში პროცედურა არის ესეთი რა, ჯერ უნდა ჩავთვალოთ სანამ გავფრინდებით, ჯერ უნდა ჩავთვალოთ parking brake-ი. მერე სანამ 50%-ზე არავა დატვირთვა ჩვენი ძრავების, არ უნდა გამოვხდოთ parking brake-ი, რომ ვნახოთ ნახდათ ორივე ძრავი ერთდროულ, ანუ ერთი და იგივე იმით მუშაობს თუ არა. ეხლა რასაც ვაკეთებ არის ის, რომ აი ამას ვწევ ზემოთ. დავალდოთ სანამ ავა 50-ზე, რომ თანაბრად მიდის, ანუ გვერდზე არ წაგვიღებს, ვიცით. კაი, რახან 50-ზე ავიდე, უკვე ჩვენ შეგვიძლია parking brake-ი მოვხსნათ და დავიწყოთ გაგორება ჩვენ ასაფრენ ბილიქზე. მოვხსნათ parking brake-ი და წავედით. რანაირად დავიძრებით, ამასობაში შეგვიძლია trust-ი გადავიყვანოთ Flex MCT-ზე და გავიხედოთ აუცილებლად წინ. ასევე შევხედოთ სიჩქარესაც. აქ რაღაც ერორი მოგვიგდო, ნუ ეგ არაფერია, რაღაც სიმულატორის ერორია. ამასობაში შეგვიძლია გავასწოროთ ასაფრენ ბილიქთან ჩვენი ხომალდი. აი, ყველაზე დატვირთული პროცესი არის მოკლედ აფრენა და დაშვება. ეგ თავისთავად, ხო?
აი, როგორც კი მივიდა 140-მდე სიჩქარე, ხომალდი ავწიოთ 15 გრადუსით. დავალდოთ სანამ კარგად გავფრინდებით, მოკლედ, დავასტაბილუროთ ხომალდი, რომ ძალიან ზემოთ არ ავიდეთ. ამის შემდეგ, როდესაც ჰაერში აწევა არის პოზიტიური, ჩვენ შეგვიძლია შევკეცოთ ბორბლები და ადრე მოგვივიდა ბორბლების შეკეცვა, თუმცა სიმულატორის ბრალი არის ერორი, იმიტომ რომ აქ არაფერი პროცედურის საწინააღმდეგო არ გამიკეთებია. Overspeed-ი რო არ მოხდეს, აი როგორც ხედავთ, თუნდაც წითლისკენ მივდივართ, ეგ არის გადაჭარბებული სიჩქარე. ეგ რო არ მოხდეს და კომპიუტერმა ეგ არ დაუშვას, შეგვიძლია გადმოვთოთ auto trust-ში ჩვენი სიჩქარე. ამ შემთხვევაში უკვე თავისით დაასტაბილურებს მოკლედ სიჩქარეს ჩვენი ხომალდი. ამის მერე, რადგან პოზიტიური არის აფრენა, შეგვიძლია გამოვთოთ ფლაპები, შეგვიძლია spoiler arm-ი გავთიშოთ და თავისთავად ჩავთოთ ავტოპილოტი. და ასევე დავაყენოთ სიმაღლე. ანუ პირველი მაჩვენებელი ავტოპილოტზე. აი როგორც ხედავთ, როგორც კი სპოილერი გავთიშე, სიჩქარის მაჩვენებელი გაფართოვდა, ანუ უფრო ჩქარად შეგვიძლია წავიდეთ, რადგან აღარ არის ამოწეული ზემოთ ისინი სპოილერები. ეხლა ავტოპილოტზე მუშაობს ჩვენი ხომალდი. ხო, ამას ვამბობ. პირველი განსაზღვრავს speed-ს, რა სიჩქარით მივფრინავთ, აქ ჩვენ შეგვიძლია დავარეგულიროთ ხელითაც, თუმცა თუ გვინდა რომ კომპიუტერმა განსაზღვროს, ამისათვის უბრალოდ უნდა დავაწვეთ და თავისით განსაზღვროს კომპიუტერის სიჩქარის. მეორე არის კოორდინატები, საით მივფრინავთ, აქ შეგვიძლია ასევე ესეც დავასტაბილუროთ, საით გადაიხსნას ხომალდი და რომელ გრადუსზე გაფრინდეს, 360 გრადუსით არის. ასევე გვაქვს სიმაღლე. სიმაღლე ავტომატურად შეგვიძლია მივთითოთ და აქ მისათითებელი გვაქვს რა კომპიუტერში რაც მივთითეთ, ანუ 13000. ეს ნახდათ მიათითეთ თუ არა, შეგვიძლია დავინახოთ აი ამ მაჩვენებელზე. მივფრინავთ 13000-ისკენ. მეოთხე მაჩვენებელი არის ვერტიკალური სიჩქარე, vertical speed, ანუ რა სიჩქარით მივფრინავთ მაღლა. აი აქ შეგვიძლია ჩვენ შევცვალოთ რა სიმაღლით გავფრინდებით მაღლა. შეგვიძლია საერთოდ დავუწიოთ და ამ შემთხვევაში საერთოდ აღარ მივფრინავთ მაღლა და ჰორიზონტალურად მივფრინავთ და შეგვიძლია აუწიოთ. ეხლა ამასაც კომპიუტერს ვანდობ ხოლმე, იმიტომ რომ მე რა ვანდობ, პილოტები ანდობენ, იმიტომ რომ უკეთ იცის რა როგორ უნდა გააკეთოს ისე, ხომალდი არ დაზიანდეს, ანუ overspeed-ი არ მოხდეს. აი წინ როგორც ხედავთ, აი ამაზე გეუბნებით, ეს არის მთა, რომელიც უნდა გადავლახოთ. შესაბამისად, სანამ იქნებათ, უნდა ავწდეთ ან მინიმუმ უნდა ვიყოთ 13000 ფუტზე. თუ გვეყო, თუ არ გვეყო, მოგვიწევს. რა უფრო ავწევთ. ეხლა როგორც წესი ეს ლაითად ამას არ უყურებენ პილოტები, რომ ანუ წინასწარ იციან ზუსტად თების ზომა, წინასწარ იციან რა უნდა შეიყო ანუ კომპიუტერში, შესაბამისად კომპიუტერმა ყველაფერი წინასწარ იცის. ეხლა ძალიან ახლოს გადაუფრენ სავარაუდოდ მთას, ან ვერ გადაუფრენ საერთოდ. თუ არ მომიწია მოკლედ სიმაღლის გაზრდა კარგი არის. სავარაუდოდ 13000 ფუტი უნდა იყოს მთის გადასალახად. თუმცა ბრტყელი მიწისადმი, ანუ ზედაპირისადმი რელიეფისადმი საკმაოდ მაღლა ვართ, მაგრამ არა ხომალდისა მთისადმი. ხო არა, ნუ აშკარად არ ეყოფა 13000 ფუტი, ამიტომ ავწიოთ 15000-მდე. 15000-მდე რო ავწევთ წესით და რიგით, ჩვენი ხომალდი დაიწყებს წრიპინს, იმიტომ რომ MCU-ში არ მიგვიტიტებია ჩვენ 15000, ჩვენ მივდით იქ 13000. ამიტომ ეგ გვეტყვის რომ აქ რაღაც შეცდომა არის. აქ შეგვიძლია vertical speed-ი მოუმატოთ, რომ არ დავეტაკოთ მოკლედ თას. კაი, ეხლა პროცედურასაც შეეხება 10000 უკვე ავწდით, 10000 რო ავწდებით. შეგვიძლია landing light-ები გამოვთოთ, იმიტომ რომ არ შეებით დავსვინდებით და noise-იც გამოვთოთ, იმიტომ რომ ორობლები არ გავანათოთ ტყილა და ანუ მე ხელი არ შეგვიშალოს რაღაცეებში. კაი, vertical speed-ი შეგვიძლია ეხლა ის вообще 0-ზე დავიყვანოთ. ან ხო რა მოკლედ ეს 13000-ზე დავიყვანოთ, მაგრამ ჯერ არ გავააქტიუროთ. და ეს 0-ზე დავიყვანოთ, რომ გადავლახოთ ჩვენი ხომალდი. აი ამ წრიპინი არა, უფრო ზღვილი არის. გეუბნებოდით, ეს არის ეს საჩვენებელი რომ ხომალდი გაცდა კომპიუტერში აწეწერა იმ ზღვას რა. მათ შორის როგორც ხედავთ 13000 100 თუ ისე საკმარისი იქნებოდა. კაი, სავარაუდოდ ძალიან მშვიდად გადავუფრენ თამიწას შედარებით ახლოს და შეიძლება ერორებიც ამოგვიყვაროს, მაგრამ ეგ დიდი არაფერი არა. ნუ პატარა მთა არის, ამას უცბად გადავლახოთ. ეს ეხლა ისევ რა თქმა უნდა, გაქრაშვის დრო მოვიდა. მაგრამ წარმოგიდგენ არ მაქვს
რატო იმართება ესე? აქამდე არასდროს მსგავსი შემთხვევა არ ქონია. საბედნიეროდ. კაი. მოგცა კომპიუტერმა უფლება რომ გავაგზავნოთ თამაში. ამის მერე რა ხდება? ეხლა აქ პროცედურები ასევე თუ პოზიტიური არის, ანუ ფრენა თუ სტაბილური არის, უბრალოდ შეგვიძლია seatbelt-იც გამოვთოთ. და იქ საფეხბურთოში გავლენ რაღაცა კომფორტულად იჯდებიან და ასე შემდეგ რა. ეს გადავყოლწნევა გადავყოლს ეს TD-ზე დამოვიწყდა. ანუ წნევა არის ახლა მაგალითად აქ მთის წნევა ხო უფრო მაღალი არის რა. ხო და რაც უფრო მაღალი არის წნევა, ანუ მით უფრო ახლოს ხარ მიწასთან. არა, წნევისადმი, ისა მიწისადმი წნევა რა ეხლა. თქვათ ზღვის დონიდან წნევა აქ სიმაღლე რო გამოითვალოს არის სხვა, ხო, არის 13000, მაგრამ რეალური მიწიდან დაშორება ხომალდის არის ბევრად ნაკლები. და სწორედ რამე ისეთი რო არ მოხდეს რომ დავეჯახოთ მიწას, ამისათვის არის საჭირო ეს TD. კაი, ეხლა აეროპორტამდე დარჩა 30 საზღვაო მილი. ანუ ჩვენ უნდა დავიწყოთ დაშვება. და დავუშვათ მაგალითად 5000 ფუტამდე. როგორც წესი ახლა როგორც თქვი ესე მარტივად ეს საერთოდ საკრუიზო სიმაღლე კი არა, ძალიან დაბლა დაფრინავს ჩვენ ხომალდი თავისი იმის მიხედვით რა მაქსიმუმის მიხედვით რა შეუძლია. საერთოდ როგორც წესი არ იყენებენ ხოლმე ესეთი პატარა ლოკაციებზე რა. აი ესე ამაზად გამოიყურება ჩვენი ფინალური. კაი. ძალიან ნელა ეშვება დაბლა. მოდი ცოტა სიჩქარის მოვუმატოთ დაშვებისას, მაგალითად 2-0 დავხატოთ. შეგვიძლია მაპსაც შევხედოთ. აი ესე ვარ. ამასობაში, რადგან 10000 ფუტს ჩამოვცდით, აჭირა ჩამოვცდები ვართ, როგორც კი ჩამოვცდებით, შეგვიძლია ლენდინგი ჩავრთოთ და seatbelt-ი უკვე ჩავრთოთ, რადგან ვეშვებით და შეიძლება ტურბულენტობაში მოვყვეთ და ცუდი შედეგები გამოიწვიოს, მაგრამ ან რავი. უცბად ქარის ტალღაში მოვყვეთ და ამიტომ დაშვებისას ყოველთვის უნდა ჩავრთოთ seatbelt-ი. კაი. შეგვიძლია ხო ცოტა ავასწრაფოთ ჩვენს ემულატორი 2x-ით უფრო სწრაფად მივფრინდებით დანიშნულებულის ადგილას. როგორც წესი ავტოპილოტს არ ვიყენებ, ანუ ავტოპილოტს კომპიუტერის ავტოპილოტს არ ვიყენებ ხოლმე დაშვებისთვის, იმიტომ რომ რაღაცებს და სავარაუდოდ ეგეთ სიმულატორის ბრალია ვერ თulis. ამიტომ ვიყენებ ხოლმე ხელით კორექტირებას. გააჩნია აეროპორტს, მაგალითად ბათუმში ვერ ვждები ხოლმე ავტომატურად პილოტით რა. იმიტომ რომ იქ ის წერტილი რომელიც ცოტა მოშორებით არის ურანევეიდან შორსაც არის და არ ჯდება რა იმ ზოლში ხო და ამიტომ მიზავს ხოლმე რომ ხელით ვაკონტროლო გრადუსები, მაგრამ ამ შემთხვევაში წესით კარგად ჯდება. თუმცა ეხლა ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ არის ის რომ სიჩქარე შევამციროთ 200-მდე და მეგონი მაპის დასასრულამდე მივდივართ. აუ ჩატვირთული თუ არ არის. აი სავარაუდოდ რადგან ახლა ინტერნეტი არ მაქვს და გართობა მომინდა, მოკლედ მაგიტო დავიწყე სიმულატორის გადაღება. ხო და სავარაუდოდ რადგან ინტერნეტი არ მაქვს, შესაბამისად მაპის არ იტვირთება რა. ამიტომ აი ესე აქ უნდა დაგემშვიდობოთ სამყაროს ზღვარზე, რადგან დაშვებას ვერ განვახორციელებ. ან შემიძლია უკან დავბრუნდე და ისე განვახორციელო, მაგრამ ნუ ახლა ხო ну დასტარტო აფრენა ვისწავლეთ დაждуმა სამწუხაროდ არ მოგვიწია, მაგრამ ეგ არაფერი. კაი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში თუ კიდევ გამეთიშა ინტერნეტი. აბაჰი